საღამო მშვიდობისა. ეს ლაივი ეძღვნება პოპულარულ თემას მოლოდინები. ძალიან ხშირად მოისმენთ თანამედროვე კოუჩებისგან, ტრენერებისგან, ზოგჯერ ფსიქოლოგებისგანაც, რომ მოლოდინები არ უნდა გქონდეს და თუ მოლოდინები არ გვექნება, ყველაფერი კარგად იქნება. და რომ ადამიანს თუ მოლოდინები აქვს, რაღაცნაირად ეს ადამიანი არ ვიცი, რაღაცას აშავებს, რომ აქვს მოლოდინები. და მოკლედ მე კიდე ასევე მსმენია ხოლმე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე მოლოდინები არ მაქვს. მე საერთოდ არ მაქვს მოლოდინები და ვარ მოლოდინებისგან თავისუფალი. ეს ლაივი მინდა მიუძღვნა მოლოდინებს, რადგან ვფიქრობ და მისწავლია კიდეც, რომ მოლოდინები პირდაპირ კავშირშია თუ რამდენად ხიარული, ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ცხოვრება ექნება ადამიანს. ოღონდ ცოტა სხვა ამბავი არის აქ. ჯერ დავიწყებ იმით, რომ უტოპიაა, რომ ადამიანს არ ჰქონდეს მოლოდინები. შეუძლებელია, რომ ადამიანს არ ჰქონდეს მოლოდინები, ჩვენ ცოცხალი ორგანიზმები ვართ და რაღაც მოლოდინები სულ გაგვაჩნია მუდმივად. პატარა კრიტიკასაც კი ვერ გაუძლებს ეგ სურვილი და ეგ არ ვიცი რა ქვია, აფირმაცია, რომ მე მოლოდინები არ მაქვს, ამას ვინც იტყვის. აი სულ პატარა შეკამათებას ვერ გაუძლებს. იმიტომ რომ აი მაგალითად მე რომ ეხლა მყავს ძაღლი, ჩემი ძაღლისგან ველი რომ ის დაიყეფებს. მოლოდინი ამისი მაქვს და როდესაც დაიყეფებს, არ მაქვს რაღაც განგაშის განცდა, რომ ეს რა მოხდა. მაგრამ ჩემმა კატამ რომ დაიყეფოს ეხლა, ხო, ძალიან დიდ შოკს მივიღებ. და არ ვიცი რა მეშველება, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ის კატაა და თუ კატამ დაიღეფა, არ არის კარგად არც ჩემი საქმე, არც კატის საქმე და არც სამყაროს. და ეს ძალიან მძიმე იქნება გადასატანად. ასე რომ მოლოდინები ჩვენ გაგვაჩნია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს მოლოდინები ცხოვრებაში და აქ მთელი ვირტუოზობა, მთელი ფილოსოფია არის იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მოლოდინები გავასწოროთ. დაკვირვების შედეგად დავაკვირდეთ არემარეს, შევისწავლოთ არემარე, საკუთარი თავი შევისწავლოთ გარე სამყარო და შესაბამისად მერე გავასწოროთ ესე იმით. აი როგორც დამიზნების დროს იარაღს რომ უმიზნებთ, ვასწორებთ, ხო? ჩვენ ფოკუსს რო სწორად გავარდღათ მიზანში და აი ასე ვაფოკუსებთ გარე სამყაროს და ვუმიზნებთ და ასე ვიქმნით მოლოდინებს. რაც უფრო დახელოვნებულია ადამიანი, რომ სწორი მოლოდინები შეიქმნას, მით უფრო ნაკლებად, რა თქმა უნდა, უცრუდება მას იმედები. აქ არსებობს ორი საფრთხე. ერთი საფრთხე არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცუცელიან. და რაღაცნაირად სწამთ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან ამის გამო. და იმიტომ რომ საერთოდაც ცუდი რაღაცები უფრო ხშირად ხდება, ხო? ნეგატიური მოვლენები უფრო ხშირია. უფრო მოსალოდნელია ჩვენ სამყაროში ენტროპია, ვიდრე ის რომ რაღაცა თავისით შემთხვევით აშენდება. ნგრევა უფრო ადვილი წინასწარ დასაგეგმია თუ მისახვედრია რომ ნგრევა იქნება და ამიტომაც ადამიანები, რომლებსაც მუდმივად აქვთ ნეგატიური მოლოდინები, თითქოს ჩასაფრებულის ხედან წინასწარი განწყობით, რომ აი რაღაცა ცუდი მოხდება ეხლა, ან ვიღაცა რაღაცა ცუდს გამიკეთებს და ასე შემდეგ და ამ მოლოდინით რო არიან და მართლა რამე ცუდი ერთხელ მოხდება, მერე შეიძლება ვანგავარო დაიჩემოს, ან წინასწარ მეტყველიო და ასე შემდეგ და ეს არ არის კაი მდგომარეობა. ასევე არიან მეორე კატეგორია ადამიანების, რომლებიც მუდმივად კარგსელიან და აქაც ძალიან დიდი იმედგაცრუებები და გულისტკენები მოდის, იმიტომ რომ კარგის ესე ლოდინი მარტო იმიტომ რომ ასე გვინდა და გსურს ინდივიდუალურად, ხო, არ არის რეალისტური და სამწუხაროდ ეს ბავშვური და არ ვიცი გულწრფელი თუ საყვარელი მოლოდინები, რომელიც გარე სამყაროსგან მიაჩნია ადამიანს, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს დიდი მახე და ხშირად ესეთი დადებითი მოვლენები ძალიან კისერს წაამტრევინებს ადამიანს. ამიტომაც დახელოვნება და ოსტატობა საჭიროა, რომ სწორად ავაშენოთ ჩვენი მოლოდინები და არა ისე, რომ მოლოდინები გავაქროთ.
ეს არის პირველი, რაც მინდოდა მეთქვა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა ვთქვა, სანამ გავშლი ამ თემას, აი მოკლედ რომ მოგაწოდოთ. არის რომ მოლოდინები აუცილებლად გაგვიცრუვდება, იქნება ჩვენ ცხოვრებაში აცდენა მოლოდინების კუთხით. ამას ვერავინ აირიდებს თავიდან, ესეც მოლოდინია, ეხა მე რასაც გიჟღერებთ, რომ რაც არ უნდა ხელოვანი ვიყო, რაც არ უნდა ჭკვიანი, ბრძენი და გამოცდილი და რაც არ უნდა ცხადმგრძნობი ვიყო, ჩემი თავის და გარე სამყაროს, მაინც შემეშლება მოლოდინი. შეცდომის გარეშე ადამიანი არ არსებობს და შეიძლება მოხდეს, რომ მე ველი ყვავილს და ვიღაცამ ქვა გამოისროლოს ამ ყვავილის მაგივრად. შეიძლება ეს ავაცდინო. ამ შემთხვევაში კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ოსტატობა გამაჩნია, რა ხელსაწყოები გამაჩნია, რომ როდესაც ვარ იმედგაცრუებული და მოლოდინ გაცრუებული, აი ამ დროს რითი დავეხმარო ჩემს თავს, რომ არ ჩავვარდე მძიმე ემოციურ სტრესში და არ დავზიანდე შინაგანად ამის გამო, რომ გამიცრუვდა იმედი და მოლოდინი. ვინაიდან ეს მოხდება, ეს ვიცი. ანუ ესე იგი ორი რამე არის. ერთი რომ ვისწავლო ჩემი მოლოდინების სწორი აშენება და სწორი დამიზნება და ფოკუსება და რაც უფრო დავხელოვნდები ამაში და დავიხვეწები, მით ნაკლები იქნება ჩემთვის მოლოდინის გაცრუება ცხოვრებაში. და რაც უფრო ამაში ვიხვეწები, მაინც არ უნდა მეგონოს, რომ ეს აღარ შემეშლება, აუცილებლად შემეშლება, დადგება მომენტი, როდესაც ვიღაცა ძალიან მაგრად გამიცრუებს იმედს, ჩემს მოლოდინს არ გაამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ზუსტად მქონდა ეს დაკვირვების შედეგად გასწორებული იმ ადამიანის მიმართ, თუ რა მოლოდინი უნდა მქონდეს მისგან, მაინც მოახერხებენ ადამიანები, რომ ეს მოლოდინები გააცრუონ და ამ შემთხვევაში მეორე ნაწილი არის, რომ მე რით ვეხმარები ასეთ დროს ჩემ თავს, რას ვშველი ჩემ თავს, რომ ძალიან გულგატეხილი როცა ვარ, რითი ვეხმარები ჩემ თავს, რომ აი მოლოდინი გამიცრუვდა, ხო? აი ამ ორი რაღაცის, ასე ვთქვათ, დახელოვნება და დაოსტატება ძალიან ეხმარება ადამიანს. აი, ეს გასაგებია, ეს არის ახლა თეორიული ნაწილი. რომ ერთი რომ გავასწორო ჩემი მოლოდინები, სწორად შევარჩიო და მეორე რომ თუ იმედი გამიცრუვდება და ჩემი მოლოდინი მაინც შემეშლება, მერე რა გავაკეთო. ეხლა კონკრეტიკაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მე არ მიყვარს მხოლოდ თეორიული საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თეორიული საუბარი ილუზიას ქმნის ხოლმე, რომ რაღაცა გაირკვა. მაგრამ ეს ასე არ არის. თეორიულად ყველაფერი ისედაც ვიცით ადამიანებმა ალბათ, ხო? ეხლა პრაქტიკას რო შევხედოთ, ჯერ ვთქვათ, როგორ შეიძლება ადამიანმა გაასწოროს მოლოდინები. რა ხელსაწყოები აქვს ადამიანს იმისთვის, რომ მან ფოკუსი ასე ვთქვათ, ხანდახან დაზუმოს, ხანდახან პირიქით ზუმაუთი გააკეთოს, უკან გაიწიოს და ისე შეხედოს და ასე შემდეგ, ხო? და ასე შეიქმნას მოლოდინი. რა არის ამისთვის საჭირო? ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანთან კონტაქტის დროს შევეცადოთ პრიმიტიულ, ძალიან მარტივ და სხეულებრივ შეგრძნებებს კარგად მოვეჭიდოთ და დავაკვირდეთ საკუთარ თავს, იმ ადამიანს და ასევე გვერდიდან გადავხედოთ რა ხდება ჩვენ შორის. ეს არის ხელსაწყო, ეგრეთ წოდებული მესამე თვალი, ოღონდ მისტიკის გარეშე, ანუ გვერდიდან გადახედვის უნარი რო აქვს ადამიანს, რომელიც ძალიან დამხმარია ასეთ დროს. თუ ფიზიკურ, ელემენტარულ შეგრძნებებს დავაკვირდებით, აღვიქვავთ, რომ არის სიტუაციები, სადაც შეიძლება ძალიან ვერთობით, ძალიან მხიარულობთ, ვიცინით, ბლა-ბლა და ორი წამი რო ჩაიხედები შენ სხეულში, დაინახავ, რომ მუცლის კუნთები დაჭიმულია. ყელი მოჭერილია, სუნთქვა ზედაპირულია, შეიძლება სხვა კუნთებიც დაჭიმულია და ასე შემდეგ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხეული გამოხატავს იმ არაცნობიერ და უფრო უტყუარ რეაქციას, თუ რა გაქვს ამ ადამიანთან შეხების დროს შენ რეაქცია. და თუ ეს ყველაფერი სახეზეა, რაც მე ხა აღწერე, შეიძლება სხვა სიმპტომებიც იყოს, ესე იგი ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს შენ ნდობა არა გაქვს, იძაბები და ისტრესები. რაც არ უნდა ესე იყო. ეხლა რო ისტრესები და იძაბები ამ დროს ეს რო აღმოაჩინე, ეს უკვე ასე ვთქვათ ჰინტია, რომ რა მოლოდინი შეიძლება აქ მქონდეს. ნახე, ჩემი სხეული ელის თავდასხმას, მიუხედავად იმისა, რომ გონებრივად ეხლა თითქოს ვხიარულობ და ვერთობი. ჩემი სხეული კარნახობს, რომ მოსალოდნელია რაღაცა თავდასხმა. ამიტომაც არის დაძაბული. სუნთქვა ზედაპირული,
ყელში რაღაცა მოჭერილი, მუცელში რაღაცა გრძნობა და ასე შემდეგ. ანუ პრიმიტიული სხეულებრივი შეგრძნებები ძალიან იშვიათად ტყუის. ეს მეუბნება მე რა განცდა მაქვს არაცნობიერად. თუ მე ამას უგულვებელყოფ და ვიტყვი რომ მოიცა რა სისულელეა კაცო ეს ადამიანი მე ხო ვიცნობ ამას და აი ესეთია და ისეთია და ისევ გავაგრძელებ ღიმილს შევიქმნი მოლოდინს, რომ რაღაცა დადებითია აქედან მოსალოდნელი ამ ადამიანისგან. ამ დროს უგულვებელყავი ჩემი შინაგანი ხმის გაფრთხილება, რომ ჯერ იფრთხილე. ეხლა არ ახარ ისეთ სიტუაციაში, სადაც უნდა მოდუნდე, ნახე, სხეული დაძაბული მაქვს. ღრმად არ სუნთქავ და ზედაპირულად სუნთქავ, იმიტომ რომ რაღაცა სტრესში ხარ, რაღაცა ზეწოლას განიცდი, ისიც რომელიც არ ცნობიერდება. ძნელია. ამის გაცნობიერება. არადა ეს შინაგანი საათი და კომპასი არის მაგარი უტყუარი რა. ამისი მოტყუება თითქმის შეუძლებელია. ეს ერთი სიმპტომატიკა. ეხლა მეორე სიმპტომატიკა, რა დროსაც ადამიანები ხშირად აცილებენ ხოლმე ფოკუსს და ასე ვთქვათ აღქმის და ცხადგრძნობის მიღმა რჩება რაღაცეები, მნიშვნელოვანი რაღაცეები და მოლოდინები სარისკოა, რომ ძალიან მაღალი იქნება, ძალიან დადებითი იქნება და დიდ ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანთან კონტაქტის დროს გაქვს განცდა, რომ ის ადამიანი არის იდეალური და სრულყოფილი და აბსოლუტური ნდობა გაქვს მის მიმართ, აი 100%-იანი და უკრიტიკო მდგომარეობა. ან რაღაცნაირი თავისთავადი უკრიტიკობა და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდა 5 წუთში. ასეთ დროს ხო თამარ, მადლობა. კი, რა თქმა უნდა, მოლოდინები, აი ხა საუბრობ ზუსტად ამაზე, რომ მოლოდინები შეიძლება იყოს ძალიან დიდი შეცდომა. თუმცა მოლოდინების გარეშე ადამიანი არ არსებობს. რაღაც მოლოდინი ჩვენ ყველას გვაქვს. მაგალითად, არ ვიცი, შუქრიშაზე მწვანე რო ინთება, იმიტომ გადავდივართ, რომ მოლოდინი გვაქვს, რომ მანქანები წითელზე გაჩერდებიან, რაც სხვათა შორის ცრუდება ხოლმე. მაგრამ, 90% შემთხვევაში მუშაობს. თორე ახლა დახოცილები ვიქნებოდით ყველა. ამ მანქანებისგან, ხო და ის იშვიათი შემთხვევაც, მაგის მოლოდინიც გამოცდილ ადამიანებს გვაქვს, ამიტომ ვიყურებით ხოლმე, რომ აბა ხომ არ არღვევს ვინმე. ხო, თუმცა რაღაც მოლოდინი რომ მწვანეზე მე გადავდივარ და წითელზე ისინი ჩერდებიან, ჩვენ გვაქვს და ეს ჯამრთელია. არაჯამრთელია იმის მოლოდინი მაგალითად და ძალიან ფანტასტიკის სფეროა, რომ ტრასაზე მე 120 რო დადიან იქ ხა გადავალ და ესენი დამინდობენ. ან დამინახავენ და გაჩერდებიან. ნახე, აი როგორ შეიძლება სხვადასხვანაირი მოლოდინი კონდეს ადამიანს, აი ეს არის. ეხლა ვამბობდი, რომ თუ იდეალად მიაჩნია და ეს სხვათა შორის მე მასწავლა გაგა ნიჟარაძემ, არის ესეთი ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ქართველი გაგა ნიჟარაძე, რომელიც გვიკითხავდა ფსიქოლოგიას კონსერვატორიაში რომ სწავლობდი. და იქაც როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მეტყობოდა ჩემი ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ. ეს არ იყო რაღაც სავალდებულო ლექცია და მე სულ ვესწრებოდი, ისე მაინტერესებდა და ერთხელ მითხრა ასეთი რამ, უბრალოდ კლასს დაუსვა ესეთი კითხვა რა. რომ აი არჩევნებზე ვის მისცემდითო ხმას. ისე სხვათა შორის ახლა აქტუალურია ეს საკითხი. იმიტომაც მიტივტივებს ალბათ. ვის მისცემდითო ხმასო და რა კრიტერიუმით აარჩევდითო იმ პირს, ვისაც მისცემდით ხმას. ხო და მე მაშინ ალბათ 1-20 წლის ვიყავი და უთხარი, რომ აი, როდესაც დავწმუნდები, რომ იდეალურია, ყველა მხრივ მომწონს და აბსოლუტურად მჯერა მისი, მაშინ მივცემ ხმას მეთქი და მითხრა, მე კიდევ გირჩევ, რომ როდესაც აბსოლუტურად დაიჯერებ ვინმესას და სრული რწმენა გექნება და კრიტიკა საერთოდ არ გექნება, აი ზუსტად მას არ მისცე ხმაო. იმიტომ რომ ეს არის სიმპტომი, რომ სხვა მოლოდინი გაქვს აშენებული. არ არსებობს იდეალური ადამიანი. ამ სამყაროში არ არსებობს იდეალური პოლიტიკოსი და თუ ვინმეს აიდეალებ უკვე თავიდანვე ჩანს, რომ ამ იდეალიდან წარეთ გადმოენარცხები და გექნება იმედგაცრუება. ასევე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თვითონ წარმოჩინდნენ როგორც უნაკლო აბსოლუტურად და იდეალური და აბსოლუტურად სანდო და ამას ამბობენ, რომ მე ვარ აბსოლუტურად სანდო, ხანდახან აქვთ ხოლმე ქარიზმა და აჯერებენ ადამიანებს, თუმცა ესეც წარმოუდგენელია. ასე ვთქვათ,
მართლა სანდო ადამიანი აუცილებლად იტყვის. ესეთი იტყვის რა, ციტატა კი არა, შინაარსი ასეთი იქნება, რომ იცი რა, მე გამიკეთებია ეს ბევრჯერ, გამომსვლია და დარწმუნებული ვარ, რომ გამომივა. თუმცა 100%-იან გარანტიას ვერ ვიძლევი. არ ვიცი, ადამიანი ვარ. იტოვებს რა სივრცეს, რომ შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება ნეგატიური მოლოდინების მქონე ხალხს, რომელიც თითქოს დაზღვეულია იმედგაცრუებისგან. ეხლა ნეგატიურ მოლოდინს რა ახასიათებს? შენ როდესაც ჩასაფრებული სიხარ ვიღაც ადამიანთან და ელოდები რომ რამე ცუდს გაგიკეთებს, მოსაწვევს უკეთებ, რომ გაგიკეთოს ცუდი, იცი? იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად შეურაცხყოფელი გრძნობაა. მე გამომიცდია სამწუხაროდ, რომ ადამიანი მიზის და ლუპით მაკვირდება, რომ აბა ცუდს რას გავაკეთებ და რომ თითქოს აი გამოცდას მიტარებს, რომ ცუდი ხო არ ვარ თუ რაღაც და ეს ძალიან ცუდია და მიგძვნია ცდუნება, რომ ამას ვაჩვენო, რა ცუდი ვარ. აი ესე ელოდები ჩემგან ცუდს, ეხლა გაჩვენებ ვინა ვარ. აი ეს ხმა ყოფილა ჩემში. თუმცა აქამდე შემძლებია რომ ეს არ მექნა, მაგრამ მოსაწვევია საკმაოდ დიდი, როდესაც ცუდსელი გამუდმებით ადამიანისგან და ამან ასევე შეიძლება იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, მაგრამ სამაგიეროდ კმაყოფილება აღარ მოდის, იმიტომ რომ სულ ცუდსელის ადამიანი და ცუდი რომ მოხდება, აი ხო ვამბობდი და მე ასე დროს ესეთი კითხვა მაქვს, რომ თუ ეგეთი ჭკვიანი ხარ, მოდი კარგიცი წინასწარმეტყველე რა. აი ესეთი თვითკრიტიკაც და სხვის მიმართ კრიტიკაც მქონია. არ არის მოლოდინების ოსტატობა მაგის ეგ დრო, ასე ვთქვათ, რომ აი როდესაც ადამიანი სულ ცუდს წინასწარმეტყველებს, არნიშნავს რომ ჭკვიანია, ეს ძალიან ადვილია. ცუდის წინასწარმეტყველება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როცა ცუდსელი იწვევ ხალხს, რომ მათ ცუდი გაგიკეთონ რა, ეს მომენტიც არის. და თუ ენდობი რაღაცნაირად, ამასაც გრძნობენ და ცდილობენ ხოლმე, რომ ნდობა ძვირფასი გრძნობაა და ცდილობს ადამიანი, რომ არ გააცრუოს ეს. მე მქონდა მოლოდინები, როცა ვიყავი მრავალჯერ შეყვარებული და ყველამ ჩაიკუკა, ჩემი მეუღლის გარდა, რომელთანაც არანაირი მოლოდინი არ მქონია. თამარ, მადლობა, რომ გაგვიზიარე. მესმის ძალიან კარგად, პირად ურთიერთობაში ალბათ ბევრ ადამიანს გამოგვიცდია მოლოდინების გაცრუება, იმიტომ რომ პირად ურთიერთობაში ზუსტად და სიყვარულის დროს ვიცით ხოლმე ოცნების კოშკების აგება, რაც სადღაც ბუნებრივია. ოცნების ნაწილი ურევია, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში. თუმცა მანდაც საკუთარ თავზე შეხსენება, რომ სიყვარული ერთგვარი ალკოჰოლია. როდესაც შეყვარებული ხარ, არ ხარ იმ დროს ფხიზელი, მთრალი ხარ ამით, ხო? და იმდენად ძლიერია ეს სიმთვრალე, რომ შეიძლება ზედმეტი მოგივიდეს და საერთოდ გაგექცეს რეალობა და საფრთხილოა ამ მხრივ. თუმცა თუ ადამიანი ხარ, ალბათ ღირს რომ დათვრე რამდენჯერმე, ხო? მთლად ეს ფხიზლად ცხოვრება ხო არ არის? ეხლა ამას მე ვამბობ, რომელიც არასდროს დამთვრალ ვარ ღვინით, მაგრამ მხოლოდ ღვინით არ არის თრობა. მე ძალიან ბევრჯერ დამთვრალ ვარ, ძალიან ბევრი რამით. და ვფიქრობ, რომ გასინჯვა, როცა გაინტერესებს რაღაცის ღირს, რომ გასინჯო. საინტერესოა სამყარო, შემეცნებითად რომ უდგები ამ ყველაფერს. მიჯაჭულობებზე არ ვსაუბრობ ახლა, ხო? შესაბამისად, სიყვარულს აქვს ეს თრობის მხარე და ნარკოტიკული მხარე, რომელიც წყვეტს ადამიანს რეალობას და რაღაც აბსოლუტურ ნეტარებაში გაყავს. და ეს ზუსტად რომ აბსოლუტური ნეტარება, აქ ჩანს, რომ თრობაა ეს. და ესეთი ცოცხალი და ჯანსაღი ნაწილი სიყვარულისა, რომელიც მთვრალი არ არის, ხო? ნაკლსაც ხედავს და ის ნაკლიც მისაღებია, ესაყვარლება რა. არ არის გაიდეალებული ის ადამიანი, ვინც უყვართ. და ამაში დგას ყველაზე დიდი ინტიმურობა. შეიძლება იქ რაღაცა უღრუბლო ნეტარება დგას, სადაც ეგეთი სიყვარულია, გაიდეალებული და რაღაც საშიფრენა მიდის, მაგრამ იმას ინტიმურობა აკლია და ისეთ სიყვარულს, რომელსაც რეალისტური საფუძვლები აქვს და ნაკლსაც ხედავს მეორე ადამიანში, აქ ძალიან დიდი დოზით ინტიმურობა და რა თქმა უნდა ღრუბლებში ფრენაც, ანუ თრობის ნაწილი მაინც სულ იქნება. ხო, ასე რომ აი ეს მოლოდინები პირად ურთიერთობაში განსაკუთრებით საფრთხილო არის. თითქოს იყოს ხის მანძილზე რაღაც მონაკვეთი, რასაც ადამიანი დაუთქვამს თავის თავს, რომ დაჯდეს და აი მედიტაციასავით გადახედოს, რა მოლოდინები აქვს, სად რა მოლოდინი აქვს, თავისგან რასელის ან სხვებისგან, ხო? და დააკვირდეს იმ შეგრძნებებს, რაც მის სხეულშია და იმასაც რა ხდება აქ და ამჟამად მის გარეთ, სხვა ადამიანთან. ეხლა სხვა ადამიანზე დაკვირვება როგორ ხდება?
იმიტომ რომ ეს ჩემი სხეულებრივი გრძნობები შეიძლება ჩემი ცუდი გამოცდილებიდან მოდიოდეს. მაგალითად, თუ რამდენიმე შეყვარებულმა იმედი გამიცრუა, შეიძლება ახალი ადამიანი გავიცნო, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს ის ჩანაფიქრი, რომ გული მატყინოს თუ არ აქვს რაღაცა ცუდი ზრახვები და ასე შემდეგ და მე მაინც მეჩვენებოდეს რაღაცნაირად ესე ვხედავდე, იმიტომ რომ ეს გამოვცადე ბევრჯერ და გამოცდილება მიცის მოლოდინად გადაქცევა. ერთხელ გავედი წვიმა წამოვიდა, ორჯერ გავედი წვიმა წამოვიდა და მესამედ მგონია უკვე რომ წვიმა წამოვა. ეს ძალიან ადამიანურია. თუმცა ამ მოლოდინმა შეიძლება ეს თქვაც გააძნელოს ყელში რაღაცაც გააჩინოს, მუცელში დაძაბულობა შეაგრძნობინოს ადამიანს და ის მეორე ადამიანი ერთადერთ რამეშია დამნაშავე ბრჭყალებში, რომ რაღაცას ხედავს ეს ადამიანი მსგავს. რაც წარსულში გამოუცდია. და ამიტომაც, რომ აი ამ ხაფანგშიც რო არ ჩავარდეს ადამიანი და ეს მოლოდინი წარსული გამოცდილების გამო არ მიაწეროს ახალ ადამიანს, რომელიც არაფერ შუაშია. ღირს რომ ამ ადამიანს აი ორი წამი დააპაუზო, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ და დასკვნას გამოიტან, რა ხდება. დააპაუზო ორი წამი და კარგად შეხედო ვინ არის და რას აკეთებს. აქაც ძალიან პრიმიტიულ რამეებზე. მაღალი მატერიები და რაზე ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ, ეს არ შეიცავს მყარ რეალობებს. ლაპარაკი ძალიან ლამაზად შეიძლება. ისე შეიძლება, რომ, რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი ისე ლამაზად გაესაუბროს სხვა ადამიანს, რომ იმან ჩათვალოს, რომ აქ რაღაც ზუსტად ის სამყაროა, რაც მას ჭირდება. ლაპარაკი არის, ასე ვთქვათ, საპნის ბუშტის ზედაპირი, სადაც უამრავი ფერი ესე მოძრაობს, ხო, ეს არ არის ფუნდამენტი ადამიანის. აბა მაშ რას დავაკვირდე? დააკვირდი ეს ადამიანი რო გესაუბრება, გიყურებს თუ არა, გისმენს თუ არა ყურადღებით, როდესაც შენ რაღაც თქვი, როგორი ტონით დაგიბრუნა პასუხი, რაც დაგიბრუნა ის ამასთან კავშირშია თუ არა, რაც შენ თქვი. აი ძალიან, როგორ გითხრათ, ძალიან პრიმიტიული მარტივი რაღაცეებია აქ, რისი დაკვირვებაც შეიძლება, ხო? ასევე დააკვირდი ადამიანი, თქვათ, თვითონ არის თუ არა დაძაბული, როცა გეკონტაქტება. ეხა ეს ნახეთ, ეს პატარ-პატარა დაკვირვებები, აი შეხედე როგორ აცვია, როგორ ზის, ხმა როგორი აქვს, როცა გესაუბრება, ჟესტიკულაცია როგორი აქვს, როცა გესაუბრება. ეს არ არსებობს წიგნი, რაშიც წაიკითხავ, რომ აი პირობითად თუ არ გიყურებს, ესე იგი არ აინტერესებ. ეს არ არსებობს ელექსირები. ამ ადამიანს რო დააკვირდები და მას პირადად რო გაიცნობ, მისი საკუთარი ჟესტების ენა გახდება შენთვის ნაცნობი და აი აქ დაინახავ რა ხდება. თორე ესე წიგნში წაკითხვით, რომ აი ფეხი ფეხზე თუ გადაიდო, ესე იგი არ აინტერესებ, ან თუ გაშალა ფეხები, ესე იგი აინტერესებ და ეს არის სისულელე. ეს ასე არ მუშაობს. მათ შეიძლება წერია უმეტეს შემთხვევაში რა ხდება, მაგრამ იცით აფრიკაში არის ტომი, სადაც დათანხმება სხეულის ენით არის ესე. და უარყოფა არის ესე. და იქ ეხა რო ჩახვიდე და ადამიანი შეგხვდება და რო ეტყვი რომ გზა იცი და ესე რო გააკეთებს შეიძლება იფიქრო რომ არ იცის გზა. ბუნებრივია ეს. ეს კულტურაშიც კი ესეა, ნახე, კულტურასაც აქვს სხვადასხვა ჟესტების ენა და ეხა წარმოიდგინე რამდენად ადამიანებს შორის არის განსხვავება, ხო? ამიტომაც სანამ რამე დასკვნას გამოიტან მოლოდინის კუთხით, რომ აი ამ ადამიანისგან რა შეიძლება ელოდო. რა თქმა უნდა, წარსულ გამოცდილებას ვეყრდნობით. ამის გარეშე ადამიანი არ არსებობს. თუმცა აქ დაამჟამად ვაკვირდებით, აქ რა ხდება ახლა? აქ როგორი ურთიერთობა მიმდინარეობს და ამის მიხედვით შეგიძლია როგორ გითხრა, შემოქმედებითი პროცესია ეს ძალიან. შენ თვითონ ხარ შემოქმედი იმისა, თუ რას ელი, როდესაც ამას აკვირდები. თუ არ აკვირდები, რა მოლოდინი გაქვს ადამიანისგან, ავტომატურად რაღაც მოლოდინი ჩნდება, რომელიც საეჭვოა ავტომატიზმიდან გამომდინარე, რომ იყოს ზუსტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ავტომატური მოლოდინები არსებობს და ძალიან კარგად მუშაობს, დროის ეკონომიასაც აკეთებს. აი მაგალითად, ავტობუსში რო ვზივარ, ველოდები, რომ სხვა მგზავრებიც მგზავრობენ და არ ველოდები, რომ რომელიღაცა მგზავრი იქ ქიმიურ ცდას ჩაატარებს პირობითად
და არ ვიცი რაღაცა მჟავა დაისხმევა და ამას შევისუნთქავთ. ეს მოლოდინი არ მაქვს და ამაზე არ მიფიქრია. მე როცა ავტობუსში ავდივარ პირობითად, ხო, ამ მოლოდინზე არ უნერვიულობ ეხლა, რომ სწორად ველი ამას, რომ აქ ქიმიური ლაბორატორია არ არის თუ არასწორად ველი. ამას ავტომატურად ჩემი ფსიქიკა წყვეტს, იმიტომ რომ ბევრჯერ გამოვცადე რა, ავდივარ ავტობუსში და პლუს მინუს ვიცით ავტობუსისგან რას უნდა ელოდო, ხო, ყველა მიცით. შეიძლება იყოს რაღაც კონფლიქტიც, შეიძლება იყოს შევიწროება თუ ძალიან ის არის გადაჭედილია ავტობუსი და როდესაც უკვე იცი დაახლოებით რას ელოდო ავტობუსისგან, ისიც დათვლილი გაქვს, რას უპასუხებ ამ სიტუაციებს. და ამაზე ფიქრი აღარ დაგჭირდება, პირდაპირ პასუხობ რა. შეგავიწროვა ვიღაცა, მე მაგალითად წიხს ვარტყავ ხოლმე. თუ შემავიწროვეს, 1-2 გამიკეთებია ეგ. რაღაც კონფლიქტია, საჭიროდ ვთვლი ვერევი, არ ვთვლი საჭიროდ არ ვერევი, გადავდივარ უკან, ჩამოვდივარ ავტობუსიდან. ან რა ვიცი, შეიძლება პირობითად ქუჩა იყოს გადაკეტილი და ავტობუსი სხვა მხარეს წავიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მოლოდინები ჩემს შინაგან მდგომარეობას, ვინაიდან სწორად არის დათვლილი ჩემი მოლოდინი, ვერ არყევს. აი ცუდი მოლოდინებიც ხომ აქ იქ შევიწროვება და კიდე არის ხოლმე რაღაცეები, ხო? რა ვიცი, ჯიბის ქურდობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ვერ შეარყევს ჩემს ნდობას, ჩემი თავისა და სამყაროს მიმართ, იმიტომ ვიცი იქ რას ველოდო. და ძალიან კარგი საყრდენია რა. მაგრამ თუ პირობითად ადამიანებზე რომ გადავიტანოთ ეხა ეს ანალოგია, მე რომელიმე ადამიანისგან ველოდები რომ ის იდეალური იქნება, ეს ნიშნავს რომ მე ველოდები რომ ავტობუსში რომ ჩავჯდები, ილონ მასკს დავემგზავრები, რომელიც იქ ჩაატარებს რაღაც პერფორმანსს და ავტობუსს გადააქცევს კოსმიურ ხომალდად და გავფრინდებით მარსზე. აი ასეთ რამეს გავს თუ ადამიანისგან ელი რომ ის იდეალური იქნება შენთვის. ეს მოლოდინი თავშივე არასწორია. ეხლა კონკრეტულად რას ელოდო ადამიანისგან, მასზე დაკვირვება ამას გამოაჩენს და ნახეთ რა ხდება. აქ კიდე რა არის ხოლმე ხშირად რა ხდება, მე რასაც დავკვირვები ვარ, რაც იწვევს აცდენებს. შეიძლება ადამიანს დააკვირდე, რაღაცები დაინახო იქ და ეგრევე ტვინით დაიწყება ამაზე ინტერპრეტაციების გაკეთება, რომ ანალიზი. ეს ექნა და ესე იგი ისეა, ის ექნა და ესე იგი ესეა, ეს ამას ნიშნავს, ის იმას ნიშნავს და მინდა გითხრათ, რომ ესეც არის აცდენის და ამოვარდნის ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული რისკი. იმიტომ რომ როდესაც ჩაწვდები მართლა რა ხდება იქით ამ ხარეს მეორე ადამიანთან, ეგ გრძნობები არ მოდის, რომ აი ვიფიქრო ახლა ამაზე რა. ფიქრი თუ ჭირდება და ესე თავში ტრიალი ბევრი და უამრავი ლოგიკის გამოყენება, მასე ისე შეიძლება დაიბნე იმ ადამიანისგან რას ელოდო, რომ ჯობდა ეს არ გაგიკეთებინა საერთოდ. ფიქრი საერთოდ იმდენად აბსტრაქტული რამეა, რომ იმას შეიძლება დაგარწმუნოს, რომ ავტობუსში რო ახვალ იქ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ქიმიური ცდები ჩაატარონ იქა და დაღვარონ მჟავა და კი შეიძლება მე თუ ფიქრს წავყვები, რამე ეწინააღმდეგება ამ ლოგიკას, არაფერი არ ეწინააღმდეგება, ერთი ადამიანი ჭირდება, ვინც ეს გადაწყვიტა. 8 მილიარდი ადამიანია, ხო? ამოვა ავტობუსში და ქიმიურ ცდას ჩაატარებს, რა პრობლემაა? უბრალოდ ამისი ალბათობა ძალიან მცირეა. მაგრამ ეხლა twins თუ წავყვები, ის მეტყვის, რომ კი, როგორ შეიძლება ეგ მოხდეს და მე კიდე 1000 რამ შეიძლება აქ აეგოს ფანტასტიკის სფეროდან. ამიტომაც ადამიანთან ურთიერთობაშიც ასეა. აი, თქვათ ვიღაც ადამიანს შეხვდი, ხო? და სეირნობთ. ეხლა თუ ფიქრებს და ფანტაზიებს დაუჯერებთ, იმდენი რამე შეიძლება წარმოიდგინო ამ ადამიანზე, რომ არ ვიცი. აი, წარმოუდგენლად ბევრია. შეიძლება ისიც კი წარმოიდგინო, რომ მანიაკია პირობითად. და ასე შემდეგ. ანუ ამას ლიმიტი არა აქვს. ამიტომაც ეს სწორი მოლოდინებისკენ კარგი გზამკვლევი ვერ არის ლოგიკური ფიქრები და განსჯა ფიქრით, რომ აბა რა იქნება და როგორ იქნება. ფსიქოლოგიაში ასეთი ტერმინი არსებობს, აჰა-განცდა ქვია. აჰა-განცდა. სიტყვაც ამბობს რა არის და იცით რა არის? აი ეს. სხეულიდან ამოვა. ვა, აი რა ყოფილა. აი ეს შეგრძნება არის. და ეს შეგრძნება მოდის როდის იცით? როდესაც აკვირდები. აი ცნობის მოყარეთ, უბრალოდ აკვირდები რა ხდება, რა შინაარსია, როგორ გამოიყურება ეს ადამიანი, რა თქვა, სიტყვა რა თქვა, ტონი როგორი აქვს. ხანგრძლივი პროცესია საკმაოდ, მით უმეტეს თუ ახალი გაცნობილია, იცი? თუმცა რაღაცა პატარა ინტუიტიური განცდები თავშივე არის, როგორც კი შეეხები ადამიანს პირველად, კონტაქტს გულისხმობ, ფიზიკურ შეხებას არა. როგორც კი პირველივე აი
2 წამი, 3 წამი რაღაცა სიტყვებს გაცვლით, რაღაც მოლოდინები უკვე მოდის. გასწორებული მოლოდინები აი ამ აჰაგანცდიდან. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სხეულებრივი შეგრძნებები რას ამბობს, შენიც და იმასაც რო აკვირდები. იქაც პრიმიტიულ რაღაცებს რა, როგორ ზის, როგორი ჟესტები აქვს, როგორი ხმა აქვს, თვალებს როგორ ახამხამებს თუ ახელს, საით იყურება, რას აკეთებს, ოღონდ აქ დასკვნებზე გადახტომა არ უნდა იჩქარო, არ უნდა დააძალო შენ თავს, რომ აბა ჩქარა, გამოიტანე დასკვნა, ეხა ლოგიკურად, რას ხედავ, ჩქარა, ესე არა. მიყევი ამ პროცესს, დაკვირვების პროცესს. და ამას ახასიათებს რა იცი, თავისით უცებ დაიბადება რა მოხდა. აი შეიგრძნობ უცებ რა ძალდატანების გარეშე ამოტივტივდება, რას ხედავ იქით. რა შეგრძნება მოდის და როგორ არის ის ადამიანი შენთან. დაკვირვების პროცესში თავისით ამოტივტივდება. აი ამ შემთხვევაში არის უფრო მეტად სანდო. და არა იმ შემთხვევაში, რომ ლოგიკურად ვიფიქრო და ვაძალო ეხლა ჩემ თავს, რომ აბა ჩქარა, დასკვნა გამოიტანე, ეხლა რას ხედავ იქით ამ ხარეს, ესე არა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, რომ შევაჯამო სხვა ადამიანზე დაკვირვება. პირველი ნაწილი საფრთხე, რომ აცდება ჩვენი დაკვირვება რეალობას არის, რომ რაც უკვე გამოგვიცდია, შეიძლება ის მივაწეროთ ამ ახალ ადამიანს და ეს ძალიან ადამიანურია. მაგრამ საკმაოდ ტკივნეული გამოცდილებაა ხოლმე, როდესაც რაღაც ისეც მიაწერ, რაც იმას არაფერშუაშია და არ გაუკეთებია. მარტო იმიტომ, რომ პირობითად გარეგნულად გავს, ან სიტყვიერად გავს, ან სქესით გავს ვიღაცას. და ამის გამო ვიცით ხოლმე ადამიანებმა, რას ვიზავთ, რაღაცების მიწერა და ისე ველოდებით, რომ ესეც ისე მოიქცევა. ეს არასწორია, რა თქმა უნდა, დაკვირვება არის წამალი ბჭყალებში. და მეორე ვაკვირდებით, ოკეი, ჩაიგდო დაკვირვება, ხო? ესე ზის, ისე ზის, ხელს ესე ამოძრავებს რაღაც და ასე შემდეგ. ანუ ცნობის მოყვარეთ ვართ განწყობილი ამ ადამიანის მიმართ და არა ჩასაფრებით. აქ ძალიან დიდი სხვაობაა. ჩასაფრება არის უმძიმესი განწყობა სხვა ადამიანის მიმართ, რასაც ის აუცილებლად იგრძნობს და ვერაფერს ვერ გაარკვევთ. ჩასაფრება როგორც კი დაიწყება დამალვა. ამიტომაც ჩასაფრების ნაცვლად, აი, გულწრფელი ცნობის მოყვარეობა და ინტერესი. როგორია, როგორი ხარ? ეს სხვათა შორის ადამიანს რო კითხოთ, მას სიამოვნებს კიდეც. როგორი ხარ და გეტყვის ესეთი ვარ, ისეთი ვარ, ესე ვარ, ისე ვარ და თუ უთხარ რომ ესეთი ხო არ ხარ, ისეთი ხო არ ხარ, აი ამას თუ ეტყვი, არაფერს არ გეტყვის და გეტყვის რომ ვაფშე გამანებე თავი. მიხდით რამხელა განსხვავება ჩასაფრებასა და დაკვირვებას შორის, ხო და რო აკვირდები, არ იჩქარო დასკვნის გამოტანა ლოგიკით, რომ ეს თქვა, ესე იგი ისეთია. ესე დაჯდა, ესე იგი მატყუებს. რა ვიცი, რო ლაპარაკობდა ცხვირზე ხელი მოისვა, ესე იგი ტყუილს ამბობს. ეს არა. უბრალოდ დააკვირდი რა გააკეთა. ცხვირზე ხელი მოისვა, კარგი. ესე დაჯდა, ოკეი. იქით გაიხედა, კარგი. თმა გაისწორა, კი ბატონო. შეხედე მას, შეხედე და რაღაც მომენტში თავისით ამოვა აჰაგანცდა, რომ კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. ოკეი. მე მგონი არ აინტერესებს ახლა აქ ყოფნა. ოკეი. ინტერპრეტაციის გარეშე არ აინტერესებს ამიტომ, ესე არა. არ აინტერესებს, ხო, აქ და ამჟამად. რატომ არ აინტერესებს, არ ვიცით. არ ვიცით ეგ. მან იმდენი რამე შეიძლება იყოს. აი, იცით, მე პირადად მახსოვს რომ სადღაც არ ვიცი მეორე მესამე კურსზე რო ვიყავი, დავიჭირე ეგეთი ეფექტი, რომ მართალია ხარტი გონება მქონდა და უცებ შემეძლო, აი მოლოდინებით ყოფილიყავი, რომ აი აქ რა მოხდება და ხედავდი ხოლმე რა შეიძლება მომხდარიყო, აი როგორ გითხრათ რა ძალიან გამაკვირვა რამე თქო, ეს იშვიათად მომსვლია ცხოვრებაში. უფრო ძირითადად რასაც ველოდი ხოლმე დაახლოებით პლუს მინუს იმ არეალში ყოფილა მე რაც მომხდარა. ხო და მე ერთ დღესაც შევნიშნე რა, რომ მიუხედავად ამისა, ხანდახან რაღაცები მეგონა, რაც ისე არ იყო. და დავიწყე უფრო მეტი დაკვირვება. და ერთი მაგალითი რაც მაქვს, ჩემს ერთ კურსელს მივწერე, რომ ესა და ეს ნოტები თუ გაქვს მეთქი. ხო და შეხედა ამ ჩემო კურსელმა და არ მიპასუხა. და ამ ნოტებზე რაც მივწერე, ანუ მხოლოდ მას და კიდე ალბათ ერთ-ორ ადამიანს შეეძლო ჩემი დახმარება, იმიტომ რომ ცოტა იშვიათი ნოტი ვთხოვე. და როგორ გითხრა, იცი,
მე რო არ მიპასუხა, დავიწყე ფიქრი, რომ ნუ თავი ხო არ მოვაბეზრე, ხო არ შევაწუხე, ეს არის ჩემი ოფოფები, ნახე, აიშალა ოფოფები. ხო არ შევაწუხე, იმიტომ რომ მე მქონდა ხშირად წარსულში განცდა, რომ ვაწუხებდი ადამიანებს. ან ხო არ პირველი რა ვთქვი, ხო არ დავავიწყდი, ხო თავი ხო არ მოვაბეზრე და ასე შემდეგ. მე რაღაცა რწმენები მქონდა, რომ არ უნდა მოაბეზრო ადამიანს თავი, ნახე და ეს ზუსტად მანდ გაჩნდა კითხვის ნიშნები. არა და ვერსიები, რატო შეიძლება ადამიანს არ მოეწერა პასუხი, იყო მილიონობით. და საინტერესოა ჩვენ რა ვერსიები გვიჩნდება. ეგ არის ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენი რწმენებიდან, ანუ ლაკმუსივით არის რა. რაღაც მოლოდინი რო არ სრულდება, ეხლა მე მოლოდინი მქონდა, რომ მიპასუხებდა, რა თქმა უნდა. იწყება ზუსტად იმ ოპერის დაკვრა და იმ ოპერის სიმღერა, რაც მე მაწუხებს და რაც არის ჩემთვის ჩვეული. ხო და ეს რო დავიწყე, მე უცებ ჩემთავს უთხარი, მოიცა რეალობა ისე, რომ არ გიპასუხა და არ ვიცი რა არის, არ ვიცი რა მოხდა. ნახე, ეს არის რეალობა. ეს არის მეცნიერული რეალობა. მე მივწერე ადამიანს, მან ნახა, ნუ ყოველ შემთხვევაში გახსნა მესიჯი, მაგის ზუსტი თქმაც რომ ნახა ძალიან ძნელია, მაგრამ გახსნა და არ მიპასუხა. ამის იქით არის ინტერპრეტაციები რა მოხდა. და ნუ მაშინაც მაინტერესებდა როგორც ჩანს, ხო ეს ყველაფერი, თორემ მე მაშინ მუსიკოსი ვიყავი. და ნუ გავიდა რაღაცა პერიოდი და 1-2 კვირის მერე ეს ადამიანი მწერს, ვაიმე, მესიჯი მოგიწერია ჩემთვის და ვნახე და რეპეტიციაზე ვიყავი და უცებ ამომივარდა თავიდან და ბოდიში და მაპატიე და ვაი, ეხა გვიანია რომ ეს ნოტი გამოგიგზავნო. ნახეთ, არც თავი მოვაბეზრე, არც შევაწუხე და მაგის იქით აღარ წავსულვარ ჩემ ფიქრებში რა. აღმოჩნდა ძალიან მარტივი რაღაც, რომ უკრავდა ადამიანი, გახსნა მესიჯი და მე მუსიკას რო უკრავდა, ეხა დაავიწყდა რა და იქ ვიღაცებმა რაღაცები მიწერეს ისეს და ჩავარდა ქვევით. და 2 კვირის მერე უცებ გაახსენდა და შემოირტყა, რომ ვაიმე და იმასაც ეხა ეგონა, რომ მე ვარ ნაწყენი. და მე არ ვიყავი ნაწყენი და რატო ეგონა რომ ნაწყენი ვიქნებოდა? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იქნებოდა აქ ნაწყენი. მას გამოუცდია მსგავსი. ხო, მოკლედ, აი ესეთი მოლოდინები გვაქვს ხოლმე ერთმანეთის მიმართ და თუ მოლოდინები გაცრუვდა, იქ იწყება რაღაცა ოპერა. ამიტომ გაცრუვდა, იმიტომ ეს მოხდა, ის მოხდა. რეალობა კი ისეთია, რომ არ ვიცით რა მოხდა. თუ ის ადამიანი თავს იგრძნობს თავდასხმის გარეშე, ჩასაფრების გარეშე და უბრალოდ დაინტერესდები რა მოხდა, დიდი ალბათობით გეტყვის რა მოხდა. მაგრამ თუ შენ დაგინახა, რომ ხარ უკვე განწყობილი თავდასხმისთვის, მორალის წაკითხვისთვის, შენიშვნის მიცემისთვის, მაშინ შეიძლება დაგიმალოს და უფრო უარესიც გითხრას, ვიდრე იყო. აი ესეთი თამაშები მიმდინარეობს და ამ ყველაფრის მარტივი და მოკლე გამოსავალი არის დაკვირვება საკუთარ თავზე, სხვა ადამიანზე და ცოტა მოთმინება ჭირდება იმას, რომ აი არ გადავხტეთ ინტერპრეტაციებში, არ გადავხტეთ თავით დასკვნებში. ლოგიკური აზროვნება ვისაც აქვს ადამიანებს, ისინი კიდევ უფრო მიდრეკილები არიან ზოგჯერ, რომ დააძალონ თავის თავს, რომ აბა დროზე ეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ვაკვირდები და არ მოდის პასუხი და იძულებით ეხა რაღაცას გამოადნობ. თუმცა, როდესაც მართლა რაღაცას ხედავ, ეს ახაგანც დაიბადება და აი როგორ გითხრათ რა, ძალიან მარტივი რეალობა არის ხოლმე. ამას სხვათა შორის ფიზიკაში ოკამის მაგრატელი ქვია. ფიზიკაში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა თეორიები გქონდეს ადამიანს და ყველაზე მარტივი რომელიც არის და 2-3 სიტყვით რის თქმაც შეიძლება, ის არის ხოლმე როგორც წესი სწორი და ის მუშაობს. აი ეს არის ოკამის მაგრატელი. ოკამის მაგრატელი, ანუ ზედმეტ საცილებს რა. და ოკამის მაგრატელს იყენებენ ხოლმე, როცა 50 თეორია და ყველა ახლართულ ჩახლართულია და ერთი არის მარტივი, აი ეს არის ხოლმე ნამდვილი. და ძალიან ხშირად სწორია ოკამის მაგრატელი. აი 99% შემთხვევაში და მარტივი რეალობებია რა. ჩვენ ადამიანებს გვიყვარს ფანტაზიით რაღაცების გაბერვა და ძალიან ცაში აწევა და აი ამან ესე იმიტომ მითხა რომ 5 წლის წინ მე ეს გაუკეთე და მაგას ეს ახსოვდა და იცოდა რომ რაღაცა დედაჩემისგან მე ესა და ეს მაქვს და ბებიაჩემს უნდოდა რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა გვერდულად და ამიტომ ზუსტად აი ამ სიტყვით მითხრა ის რაც მითხრა, ეს არის ძალიან გრძელი თეორია. და ესეთი თეორიები თუ ჩდება, დიდი ალბათობით
ადამიანი თავის წარსულ გამოცდილებას, თავის ტკივილებს, თავის საკუთარ, ასე ვთქვათ, სირთულეებს ტკივილიდან გამომდინარე მიაწერს, რომ აი იმან ზუსტად იქ ჩამაჭირა და ესე ჩამარტყა და ეს გათვალა, ის გათვალა და არ უფიქრია ამდენი დამიჯერეთ რა. ეხლა ქართველებს რო გადავხედოთ, ხო, რა ხდება ჩვენ პოლიტიკურ სიტუაციაში, მიხვდებით, რომ ბევრი ფიქრი და ამხელა დაგეგმვა და ამხელა იმის ინტრიგნობის უნარი არ არის გავრცელებული რა. ამიტომაც ნაკლებ სავარაუდოა ეს ყველაფერი ხოლმე და შეიძლება წამოროშა რაღაცა სიტყვა, რომელიც გუშინ გაზეთში დაინახა და მოეწონა. აი ესეთი მარტივი შეიძლება იყოს, რაც თქვა. რას მივაწერო შენი დუმილი, რა ვქნა მე მაინც ვფიქრობ ქართულად, იქნებ ყაჩაღი შეგხვდა არაგვზე და მობილური გაგინადგურა. აი ახლა რა შეიძლება ვიფიქრო ამ კომენტარზე? ვიკა. ხო არ მეტყვი რას ნიშნავს ეს. თუ თქვა ეხა მერეები გამიჩნდა ფანტაზიები ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. აქნამის ფიქრობ ქართულად, იქნებ ყაჩაღი შეგხვდა არაგვზე და მობილური გაგინადგურა. ენიგმა, არ ვიცი. საინტერესო კომენტარია, თუმცა ენიგმა. ვიკას მეტი ვერავინ ამიხსნის ამას რა იგულისხმება აქ. ასე რომ მოლოდინებზე მეგობრებოს კარგი იქნება რომ ივარჯიშოს ადამიანმა და თავისი მოლოდინების დახვეწის პროცესი დღესვე დაიწყოს და ნელ-ნელა დახვეწოს ეგ უსასრულოა და მეორე მოლოდინების გაცრუების დროს რა გავაკეთო აი ეს სტრატეგიები შეიმუშაოს როგორ მიეხმაროს თავის თავს და რაც მთავარია როცა მოლოდინი გაცრუდება უბრალოდ იგრძენი რომ გაგიცრუდა არ გაექცე იმ ფრუსტრაციას და იმ ნეგატიურ გრძნობას ეს ხო ფიზიკაა ვინ იქნება ბედნიერი იმით, რომ მოლოდინები გაუცრუდა, ხო? რაღაც მომენტში ჩვენ ცხოვრებაში გლოვა დგება ხოლმე და ოკეია, ეგ გლოვა პროცესია, ისევე როგორც პროცესი არის მხიარულება და რაღაცის აღნიშვნა. იმისათვის, რომ ეს პროცესი ეხლავე დაიწყო და არ გადადო ხვალისთვის და არ ენდო მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გარედანაც შეიძინო საყრდენები, მე გეპატიჟები ფსიქოშემეცნებით კურსზე, რომელსაც აქვს 10 ლექცია, 10 შეხვედრა და თითო შეხვედრა ჩდება 80 ლარი. და აქ ამ ფსიქოშემეცნებით კურსზე ისწავლი 7 ყველაზე გავრცელებულ დაცვის მექანიზმს, ანუ 7 ყველაზე გავრცელებული ავტომატური რეაქცია, რაშიც ადამიანი წყვეტს რეალობასთან კავშირს და ისწავლი ადამიანის შინაგან სტრუქტურას, რომელიც 3 წევრისგან შედგება: შინაგანი მშობელი, შინაგანი ბავშვი და შინაგანი პიროვნული მე. ამიტომაც არის 10, 7 დაცვის მექანიზმია და 3 პიროვნების ნაწილი. ამ ყველაფერს რო შეისწავლი და პრაქტიკული სავარჯიშოებითაც იქ ადგილზე ივარჯიშებ, შეიგრძნობ და შენ თვითონ გახდები მერე ის ოსტატი და ის ხელოვანი, ვინც ამ ყველაფერს სიმფონიად აქცევს ამ ორკესტრს და არა კაკაფონიად, რაც ავტომატიზმის დროს მიმდინარეობს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მოლოდინების შექმნა სხვა ადამიანების მიმართ აღარ იქნება ესეთი რთული. და არც იმ რადიკალიზმში გადავარდებით, რომ საერთოდ არ უნდა მქონდეს მოლოდინები, რო გული არ მეტკინოს, რა მძიმეა ეგეთი ცხოვრება. და არც იმაში გადავარდებით, რომ აი აქვს იდეალისტური ან პირიქით ნეგატიური მოლოდინები და 1000 მტკივნეული გამოცდილება მოდის ამით. ანუ ცუც არ ვფიქრობ შენზე, სხვისი ბრალია. ვიკა, იმას მიუძღვენი, მე რომ მივწერე და არ მიპასუხეს, ეხლა მივხვდი. აი ეხლა მქონდა ზუსტი აჰა განცდა და ეხლა შენთან გადავამოწმებ ესეა თუ არა. ანუ მივწერე და რო დუმდა, ვიფიქრე რომ არაგვზე ვიღაც შეხვდა და მობილური გაუნადგურა და ვეღარ მომწერა, ხო? ხო ეს არის რაც დამიწერე? აი მაინტერესებს ეხლა მქონდა აჰა განცდა და შეიძლება ვწდები მაინც. ხო. თუ შეძლებ მიპასუხე. ძალიან დავინტრიგდი, ეხლა თუ მივხვდი, აქ და ამჟამად რა მოხდა და რას ნიშნავდა შენი კომენტარი. ოკეი, ნუ აქ დაგემშვიდობებით დღეს და გაავრცელეთ ინფორმაცია ფსიქოშემეცნებით კურსზე. თქვენს სათითაოდ ყველას გირჩევთ, ვინც ხშირად მისმენთ. ალბათ ხედავთ, რომ მე ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან ვცდილობ ხოლმე რომ ვისაუბრო და არა მხოლოდ კლასიკური ცოდნიდან და განათლებიდან, რაც მივიღე. ვიკა, მადლობა, კიო. აი, აჰა განცდა რა არის.
ხო და შემომიერთდით ფსიქოშემეცნებით კურსზე, იმიტომ რომ აქ თითო ფენომენს განვიხილავ ხოლმე და იქ ძალიან დასტრუქტურირებულია ყველაფერი, სრული სტრუქტურა არის მოცემული და აი ესე პაკეტს აიღებთ, ჩაიდებთ და გამოიყენებთ მთელი ცხოვრება. აი ესეთი პროცესი 10 ლექციაში, ანუ თვე და დაახლოებით 1 კვირა გაგრძელდება, იქნება კვირაში 2-ჯერ, სამუშაო დღეებში, საღამოს საათებში, 7-დან სადღაც 10 საათზე დასრულდება. შუაში შესვენებაც იქნება, რა თქმა უნდა. შემომიერთდით, 2-ჯერ ჩავატარე უკვე კურსი და ყველა მონაწილისგან მაქვს არაჩვეულებრივი უკავშირი. ძალიან დადებითი ცვლილებები მოხდა მათ ცხოვრებაში და თანაც რაც მთავარია რაიმე ესეთი კი არ არის, რომ აი ყველას ესე და ესე ვისაც რა სჭირდებოდა ის მიიღო ამ კურსიდან. ამიტომ თუ არ ვიცი, ფსიქოლოგიაზე სწავლობ და პრაქტიკა გაინტერესებს, მოდი. თუ ძილის სირთულეები გაქვს და გაინტერესებს, შენ თვითონ შექმნა შენი საკუთარი ძილის გამკლავების მეთოდები, მოდი. შფოთვები გააქვს და მარტო თერაპია არ გინდა და გინდა რომ თან აცნობიერებდე რა სისტემებია, მოდი და ასე შემდეგ. გელოდებით მოკლედ ფსიქოშემეცნებით კურსზე იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ რომ თქვენი ცნობიერება გაფართოვდეს. აბა, ღამე მშვიდობის.